იანვარში გაგვიტანდეს გაზაფხული. არასოდეს არ იქნება იანვარში გაგვიტანდეს გაზაფხული. დღეს ეს სიტყვები უკვე ძალიან უცნაურად ჟღერს, იმიტომ რომ ჩვენ სრულიად ახალ რეალობაში ვიღვიძებთ ყოველდღიურად. ყოველდღიურად ჩვენ ვაწყდებით კლიმატის თავისებურებებს, ისე თავისებურებებს, რომლებიც იმ დროს, როდესაც ეს სიმღერა იწერებოდა, ალბათ 60-70 წლის წინ ის რაც დღეს ხდება, სრულიად ამოვარდნილი იყო. ამოვარდნილი იყო ის, რომ შეიძლება თებერვალში, თებერვლის დასაწყისში ტემპერატურა 20 გრადუსი იყოს. პლუს ამოვარდნილი იყო ის, რომ შორეულ ჰამბურგში ამ სიმღერის შექმნის ადგილიდან იქ სადაც ყინვები თითქმის არ იცის, უკვე კვირეების განმავლობაში იყოს -5, -6, -9 და ქართან ერთად იგი ქმნიდეს გრძნობელობას -16 და -17. იყოს გადაუღებელი თოვა. და უცებ ამ თოვიდან გადადიოდეს +2-3 გრადუსში, როგორც მაგალითად დღეს იყო. მე ის კადრები, რომლებიც ახლა უნდა ნახოთ, გადავიღე 2 დღის წინ. გამარჯობა. ამჯერად მოგესალმებით პავლიანი ყინვიანი ჰამბურგიდან და ვისაც არ გაქვთ ჩემი ვიდეო ნანახი, რომელიც მე ამასთან დავდე ამერიკაში ანომალიური სიცივეების შესახებ აუცილებლად ნახეთ, რომ გაერკვეთ აქაც რა ხდება, თუმცა მე რაღაცებს გავიმეორებ. ეს არ არის მხოლოდ ჰამბურგის პრობლემა და მე ალბათ ბევრი მეტყვის, რომ ბოლო-ბოლო ჩრდილოეთში ხარ ადამიანო, თოვლი გაგიკვირდა და ყინვა. არ არის ასე. ჰამბურგი არ არის ყინვიანი და თოვლიანი ქალაქი ზოგადად. წვიმიანი არის, იცოცხლე, წვიმა იცის ისეთი რომ. მაგრამ თოვლი და ყინვა ამ ქალაქისთვის არის ძალიან იშვიათი. თუ რამ გამოიწვია წელს ასეთი ანომალიური ამინდები ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, მე ამის შესახებ მოგიყვებით. მოგიყვებით იმის შესახებაც, თუ რატომ არის საქართველოში მოსალოდნელი ანომალიურად თბილი ამინდები და რა შეიძლება ამას მოყვეს. ძალიან ბევრს გლობალური დათბობა გონია, რომ ვიღაცა გათბობას ჩართავს ცენტრალურს და ყველა კარგად ვიქნებით, არ არის ასე. და თუ რატომ არ არის ასე, მე ამის შესახებ მოგიყვებით, ძალიან დაწვრილებით. ეს იქნება მეცნიერული პროგნოზი და არა deep state გვიფუჭებს ამინდს და სოროსი გვიჭამს მოსავალს. სრულიად სამეცნიერო ფაქტებზე დამყარებული უახლეს სამეცნიერო სტატიებზე ძალიან ბევრი რამ იწერება მოგეხსენებათ ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს თემა არ არის სახუმარო. არ არის ასე ადვილად გადასაწყვეტი. გადასაწყვეტი კი არა, უკვე ვეღარ არის გადასაწყვეტი. ვეღარ გადაწყდება. და სწორედ ამის შესახებ მინდა მე დღეს გესაუბროთ ცოტა დაწვრილებით. მანამდე კი გავიაროთ ჰამბურგის ქუჩებში და მე რაღაცებს პარალელურად მოგიყვებით. აბა წავედით. კატასტროფა ხდება ჰამბურგში. ახლა მე ვარ ალსტერის ტბაზე, ჩვენი ყველაზე დიდი ტბა აქ ქალაქში. ეს არა მხოლოდ მუსიკის მოსაცემად მინდა, არამედ ყურების გასათბობათაც, იმიტომ რომ ეს ქუდი მაინც და მაინც არ მშველის, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი შალის არის. აი ხედავთ თქვენ, როგორ არის გაყინული ტბა, რომელიც როგორც წესი, ყოველ შემთხვევაში მე აქ სანამ ვარ, არ მინახავს რომ გაყინული ყოფილიყო და დღეს გვაქვს დაბრუნება ზამთრის. გქონდა ასეთი ამინდები, ასეთი ყინვები არა, ეკეთ მხრიდან უბერავს და იმიტომ ვიფარებ ხელს. ასეთი ყინვები არ ყოფილა, -10-ია, ახლა გრძნობელობა არის -14 და ქარისგან არის რა თქმა უნდა, გრძნობელობა ესე დაბალი. ბავშვები საბავშვო ბაღიდან კი გამოუყვანიათ მაინც და ხო ამათვის არ ითვლება ცუდი ამინდი, ცუდამინდა ითვლება ცუდი ტანსაცმელი, ცუდ ამბავად. აი გაჩვენებთ, ძალიან საყვარლები არიან. ძალიან წესიერები და თეთრები გაწითლებული ლოყებით. ნუ აი უსაყვარლესები არიან ძალიან. რა თქმა უნდა არის კატეგორია, რომელსაც მარტო უნდა სიარული, ესენი ცალკე არიან.
ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ის ამბები რაც ჩვენ ორი კვირის თუ 10 დღე გავიდა მე მგონი იმ ვიდეოდან როდესაც მე აღწერე თუ რა ხდება ჩრდილოეთ ამერიკაში და მაშინ თქვი რომ ეს არის გლობალური დათბობის და კარგი დავარქვათ კლიმატის ცვლილება დავარქვათ რაც არის ყოველ შემთხვევაში ამის ბრალია თუ რატომ არის ამის ბრალი და რატომ არის დათბობის ბრალი გაყინვა ამის შესახებ მე მოგიყვებით თუ რა გველოდება წინ არა მხოლოდ ამ ზამთარს არამედ მომავალ ზაფხულსაც და მომავალ წლებშიც ზოგადად იქნება თუ არა ზაფხული ზამთარი მე ახლა მართალი გითხრათ ცხვირიც გამეყინა და სახეც ძალიან გამეყინა ამიტომ ვეცები რომ აღაჩილო მალე გავიერო ეს გზა და 1-2 კილომეტრი არის ნამდვილად დარჩენილი და თან ესეთ ღია ადგილას ისევ ჯობს ალბათ თავი შევაფარო პატარა ქუჩებს ამიტომ გადავალ მე ახლა იქეთ ხარეს რომ მანამდე გაჩვენებთ ჩვენს ტბას აი ეს არის ალსტერი რომელიც ცოტა შორის ხელოვნური ტბაა ორი ტბაა ეს არის აუსენ ალსტერი ანუ გარი ალსტერი შემდეგ იქ გადის ხიდი რომელზეც სამანქანო ხიდიც არის და სამატარებლოც და საესბანეც ხოლო ამ ხიდის იქეთ არის უკვე ინენ ალსტერი ანუ შიდა ალსტერი და ეს თავის დროზე გააკეთეს გერმანელებმა მე 14 საუკუნეში ელბაზე გასასვლელად ერთ-ერთი აქაური პატარა მდინარიდან რომელსაც ალსტერი ქვია ნუ პატარა მდინარე მთვარზე ერთი ორჯერ დიდია აი ამ არის ჩანს თუ არა აი ესეთი ბადეებით შემოსაზღვრული არის ეს გაზაფხულზე როდესაც კვერცხის დებას იწყებენ წყლის ფრინველები აი ესეთ ადგილებში არიან ისინი ანუ შიგნით იციან უკვე მიჩვეულები არიან შიგნით ჩაჯდებიან და იქ დებენ კვერცხებს რავი სხვა რა გითხრათ ეს ფეშენებელური რაიონია ალსტერის ირგვლივ აქ საელჩოებიც არის ამერიკის საელჩო ცოტა იქეთ აი ესეთი მდიდრული სახლებია და ცათამბრჯენებს თუ ვერ ხედავთ არ გეჩვენებათ თვითონ ჰამბურგში სულ რამდენიმე ცათამბრჯენია დანარჩენი 5-6 სართულიანი სახლები გან არ აქვს ფული ამათ რო აქვს იმდენი უნდა ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია დედამიწის მაგრამ არა ისინი ინარჩუნებენ იმ სახეს რომელიც მას თავისთან ჰქონდა 40-იან წლებში ომის დროს ჰამბურგი ძალიან დაზარალდა იგი რამდენჯერმე აღგავეს მოკავშირეებმა პირისაგან მიწისა მაგრამ ომი დამთავრდა თუ არა ძალიან სწრაფად მოხდა მისი აღდგენა და უკვე 15 წელიწადში ნუ 60-იან წლებში ჰამბურგი კულტურის ცენტრად გადაიქცა აი როდესაც ადამიანები დგებიან საქმეს ადამიანურად და უყვართ თავიანთი სამშობლო კი არ გაწეწეს და გაანიავეს ის დახმარება რაც ამერიკიდან და მთელი მსოფლიოდან წამოვიდა გერმანიაში არამედ აზრიანად გამოიყენეს და ეს მიწასთან გასწორებული და შერცხვენილი ხალხი 12 წელიწადში ისეთ სახელმწიფოს ფლობელი გახდა რომელსაც ნომერ მეორე ეკონომიკა ჰქონდა ევროპაში და ძალიან მალე უკვე ნომერ პირველი აი არ ვიცი ჩანს თუ არა წეროების გუნდს ჰქონდა სურვილი რომ წასულიყო ალსტერისკენ ტბისკენ მაგრამ ვერ შეძლეს იქიდან ძალიან ძლიერი ქარი უბერავდა ეს ის წეროებია რომლებმაც მიქარეს და წელს გადაწყვიტეს დარჩენა იმიტომ რომ ძალიან თბილი ზამთრები არის ამ ბოლო დროს ჰამბურგში და რატომ უნდა დახარჯოს ხამხელა ენერგია აქედან აფრიკაში წავიდეს და მე გაზაფხულზე ისევ აფრიკიდან უკან დაბრუნდეს და ადგა რაღაცა ჯგუფმა გადაწყვიტა რომ დარჩენილიყო ჰამბურგში და აი ასეთი ზამთარი დაემთხოთ ახლა მაგათი საკვები ძირითადად არის
რა თქმა უნდა, რაღაც ბალანსად ჭამენ ცოტას, მაგრამ ნუ ძირითადად აცევლები არიან და იკვებებიან ბაყაყებით და თევზით და ტბები გაყინულია რა თევზის მოიპოვებ, არა? აი მზე გამოჩნდა ეთყობა თლად ღრმა და ესეთი სქელი ღრუბლები არ არის. ეს გახლავთ პლანტენები ლუმენ, ანუ მცენარეები და ყვავილები, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბოტანიკური ბაღი ევროპაში. მე ხა ესეთი ბორძიკით იმიტომ საუბრობ, რომ ჯერტი ძალიან მცივა, მაგრამ ჩემი მაყურებლების სიყვარულით რას არ გააკეთებს ადამიანი. და მეორე, იმიტომ რომ ფეხის სრიალებს ძალიან და ალა ჩემი აქ დანარცხება გაყინულ მიწაზე მაინც და მაინც ასეამნო არ იქნება. ახლა მომივიდა შეტყობინება ტელეფონზე, რომ მართალია -9 გრადუსია რეალური ტემპერატურა, მაგრამ ქართან ერთად ზოგიერთ ადგილებში ჰამბურგის და მე მგონი ასეთი ალსტერი იყო, სადაც უკვე ვიყავი. იქ ბრძნობელობა არის 16-დან 17 გრადუსამდე. ასე რომ საკმაოდ ექსტრემალური ტემპერატურებია ჰამბურგისთვის და ზოგადად ჩრდილოეთ ევროპის ამ ნაწილისთვის. აქ პორტები არ იყინება ძალიან იშვიათად და ასეთი ყინვები და თოვლები ძალიან იშვიათია. იმ თბილი დინების გამო, რომელსაც გოლფსტრიმი ქვია, რომ პარკში გზებს წმინდავენ, მაგრამ აი დიდი არაფერი ეთყობა. აქ მარილს ვერ დაყრიან, იმიტომ რომ მცენარეები გაფუჭდება. ზოგადად მარილს ცდილობენ რომ არ დაყარონ. აი ბერლინში მაგალითად აკრძალულია უკვე რამდენიმე ათეული წელია მე მგონი მარილის დაყრა და ახლა დიდი ამბავია ატეხილი, იქაც ყინვებია მოგეხსენებათ და ხალხი იწახის, არ გვაინტერესებს ეკოლოგია, დაგვიყარეთ მარილი, იმიტომ რომ გადავსებულია ტრავმატოლოგიურები, ფეხმოტეხილი და ისე მოტეხილი ხალხითო. ასე რომ როცა მოგვიჭერს ხოლმე აღარც ეკოლოგია გვახსოვს. აღარც ჯამრთელი ყვება. აი ეს არის ორანჟერეა. ამ ორანჟერეაში ტროპიკული მცენარეებია საოცარი, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც 1-2 წელია დაკეტილია რაღაც გადახალისებას აკეთებენო და დავალოდოთ იქნებ წელს გაიხსნას და დაგათვალიერებინებთ. აი დავაგება მიმდინარეობს კიბეების და ჩავყვეთ ნელ-ნელა. და შორტები დაგავს. ჩვენი ცნობილი ტბა, რომელშიც უამრავი წყალში მოცურავი ფრინველია ხოლმე, მეორე მიმკვდარებულია. ჩვენი ალსტერის როგორ არის გაყინული. ასეთი იგი არაზრუს მინახავს. კარგას სქელი ყინულებია, დამტრეული ეთყობა. გაიარა რამე გემა, რომელმაც დაამტრია ეს ყინულები და შემდეგ ისევ ჩაიყინა. კი ვთქვი ერთხელ უკვე, მაგრამ ისევ აი საშინელება ხდება. ასეთ цаრიელი ადგილია ჩვენს პატარა მდინარეზე დარჩენილი და იხვები ერთი-ორი ბატიც არის იქეთ თოლიები ყინულზე ისვენებენ წყალში იკვებებიან. ოპა წაიქცა. კიდე წაიქცა. უჭირთ სიარული ყინულზე. მაშასე მე ახლა კლავ სტუდიაში ვარ, გაყინული, გათოშილი და თოვლიანი ჰამბურგის ქუჩების შემდეგ, როგორც გითხარით, ეს კადრები გადაღებულია 3 დღის წინ, დღეს უკვე
ჰამბურგში +2 გრადუსია და ის თოვლი, რომელიც მოვიდა, უკვე წყლად მიდის. მაგრამ ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი. ჰამბურგში ყინვები კვლავ დაბრუნდება თოვლი და პირიქით საქართველოში კიდევ უფრო მოიმატებს ტემპერატურა. და რა შუაშია მაგალითად აქაური ყინვა თბილისში ძლიერ ქართან. პირდაპირში, აბსოლუტურში. ის რაშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, არის კლასიკური პლანეტარული დისბალანსი. ასეც ეწოდება მას. აი შევხედოთ ახლა ამ რუკას. რასაც ვხედავთ, ეს დედამიწის ატმოსფერული სიზარღვებია. ეს არის ქარის მდინარე, რომელიც 10 კილომეტრის სიმაღლეზე უვლის დედამიწას. ნორმალურ პირობებში ეს მდინარე ძალიან სწრაფად მიედინება და ცივი ჰაერის მასებს ჩრდილოეთში კეტავს. ჩრდილოეთში ტრიალებს ეგრეთ წოდებული პოლარული მორევი, პოლარული ვორტექსი, რომელზეც მე მქონდა ამას წინათ საუბარი, სადაც კონცენტრირებული არის დედამიწის ყველაზე დაბალი ტემპერატურა. ზამთარში, რა თქმა უნდა, იქ როდესაც პოლარული ღამეა. ამ პოლარულ მორევს კეტავს და ქვემოთ არუშვებს სამხრეთისკენ ჯეტსტრიმი, ანუ რეაქტიული ნაკადი და რაც უფრო სწრაფია ეს რეაქტიული ნაკადი, მით უფრო მყარი არის იგი და მით უფრო სტაბილურია. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, აი თქვენ იცით რომ ბზრიალა თუ კარგად დაატრიალებთ მას, იგი დგას. სანამ სწრაფად ტრიალებს, იგი დგას და სტაბილურია. მაგრამ საკმარისია მან სიჩქარე დაკარგოს, რომ იგი წაიქცევა. ისევე როგორც თქვა ველოსიპედი. მაგრამ ეს უფრო კარგი მაგალითია, იმიტომ რომ მაინც ტრიალის მომენტი აქ და სწორედ ეს გიროსკოპები, რომლებიც იცავენ თავისი ტრიალით აი ამ სტაბილურობას, დგას დიდი ზომის გემებში და არ აძლევს მათ საშუალებას, რომ ძალიან იყანყალონ ძლიერი ტალღებისას. და სწორედ ეს რეაქტიული ნაკადი, რაც უფრო სწრაფია, მით უფრო სტაბილურია, მით უფრო კარგად იცავს აი ამ წრიულ მოძრაობას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არქტიკა ძალიან სწრაფად თბება. თბება იმაზე სწრაფად, ვიდრე გრილდება სამხრეთ ნაწილი ჩვენი პლანეტისა. ამიტომ ჯეტსტრიმი, ანუ რეაქტიული ეს ნაკადი ანელებს თავის მოძრაობას. და ემსგავსება მდორედ მდინარეს, რომელიც აი ველზე, სტეპებში, სადღაც ეს ადგილებში მიედინება. აი წარმოიდგინეთ თქვენ მთის მდინარე, რომელიც ყველაფერს ანგრევს და სწორად მოაქვს თავისი წყლები და ძალიან მდორე ადგილას მომდინარე მდინარე, მაგალითად იგივე ქცია, რომელიც ზედა დინებაში არის ძალიან მდორე, ჯავახეთის პლატოზე, ხოლო უკვე ქვემოთ, როდესაც იგი ხრამად გადაიქცევა, უკვე არის საკმაოდ სწრაფი, იმიტომ რომ მთის მდინარეს წარმოადგენს. აი იმ ადგილებში იგი ქმნის ეგრეთ წოდებულ მეანდრებს, ანუ აი ესე დაკლაკნილ ზოლებს, აი როგორც გველი რო დაიკლაკნება დაახლოებით აი ესეთნაირად. ეს არის სწორედ ის, რაც მოსდის ჯეტსტრიმს. ჯეტსტრიმი თუ მოძრაობდა ეს წრფივად და ერთი მიმართულებით, იგი იწყებს შენელებას და იწყებს როგორც გველი ისე დაკლაკნას. რაც უფრო დაკლაკნილია ეს გველი, მით უფრო ანომალიური ტემპერატურები ვითარდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მაშასე ბზრიალა, რომელიც სწრაფად ტრიალებს, სტაბილურია, მაგრამ საკმარისია მან შენელება დაიწყოს, რომ იგი იწყებს ბარბათს. ეს ემართება სწორედ და დაემართა ჩვენს ატმოსფეროს აი ამ წუთას, რაშიც ვართ. არქტიკა გათბა, ტემპერატურული სხვაობები შემცირდა და ჩვენმა ატმოსფერულმა ბზრიალამ დაიწყო სიჩქარის დაკარგვა. ახლა იგი ბარბაცებს. ბარბაცებს ხან ევროპას ეცემა სიცივით, ხან აზიას სიცხით. და ეს ყველაფერი იწვევს, აი ეს ბარბაცი იწვევს ტემპერატურული სხვაობების ანომალიურ გამოვლენას. იმიტომ რომ როდესაც ჯეტსტრიმი შეაჩერებს მოძრაობას, უпростоრად შეანელებს, იგი როგორც აი დორე ადგილას მომდინარე მდინარე წარმოქმნის მეანდრებს, ანუ იკლაკნება. თუ მანამდე იგი ზეთ სწორ წრეზე მოძრაობდა, იგი იწყებს დაკლაკნას. აი ამ დაკლაკნის მომენტში, აი ამ კლაკნილში წარმოიქმნება მაღალი წნევა, რომელიც როგორც ტვერსასრუტი, ისე ამოწოვს აფრიკიდან და აზიიდან თბილი ჰაერის მასებს და ამოიტანს ზემოთ. მაგრამ კლაკნილს მოგეხსენებათ აი ესეთ ფორმა აქვს, ხო? სამაგიეროდ აი ეს ქვედა ნაწილი არქტიკიდან წამოიღებს ცივ ჰაერს. ახლა ჩვენ ვართ რა მდგომარეობაში, უпростоრად ჰამბურგში ვართ რა მდგომარეობაში, ჩვენ ვართ აი ვარდნაში და
ჩამოწოლილი არის და ჩამოწოვილი არის არქტიკიდან ცივი ჰაერის მასები, ხოლო საქართველო არის აი ამ კლაკნილში, სადაც ქვემოდან ამოდის თბილი ჰაერის მასები. და ეს ცვლილებები იმდენად მკვეთრია, რომ შეიძლება წარმოიქმნას ძალიან ძლიერი ქარები და მე მაგალითად ვიცი, რომ ორშაბათ ძალიან ძლიერი ქარი იყო თბილისში. სწორედ აქედან არის გამოწვეული ის, რომ თქვენთან, ანუ საქართველოში იქნება ზიანი ამინდი, იქნება ჭრდილში +20 გრადუსი, ეს ანომალია აბსოლუტური და იქნება ძლიერი ქარი. თვითონ ჯეტსტრიმი ძალიან სწრაფია. მე ვთქვი, რომ იგი 10 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობს და თქვენ ალბათ მკითხავთ, რომ ანუ იქ თვითმფრინავები არ დაფრინავენ, პირიქით დაფრინავენ კი არა, როდესაც ჯეტსტრიმი მოძრაობს საათის ისრი საწინააღმდეგო მიმართულებით, ამიტომ თუ თქვენ ამერიკიდან მოფრინავთ, ან კანადიდან, ჩრდილოეთისკენ, თქვათ გერმანიისკენ, პილოტი ეცდება, რომ ამ ჯეტსტრიმში მოხვდეს. რატომ? იმიტომ რომ იგი შეიძლება 1 საათით ადრეც კი ჩამოვიდეს და საწვავი დაზოგოს. როგორც უბრალოდ იგი დაეყრდნობა აი ამ ჯეტსტრიმს, რა თქმა უნდა, თავისი ძრავითაც დაეხმარება, მაგრამ ძალიან ბევრ საწვავს დაზოგავს იმით, რომ ზურგის ქარით იმგზავრებს ევროპამდე. მაგრამ პირიქით ხდება, როდესაც ევროპიდან მიდიხარ ამერიკაში, პილოტი ცდილობს, რომ რაღაცნაირად აიცილოს ეს ჯეტსტრიმი არ არის ძალიან ფართე, მას თავისუფლად აიცილებ უკვე ჩვენს განედებზე იგი აღარ მოქმედებს, მაგრამ ისე ვიმეორებ, თუ იგი დაიკლაკნა, სრულიად თავისუფლად შეიძლება მაშინ მოყვეს ადამიანი და თვითმფრინავი უბრალოდ შეანელებს მოძრაობას. იგი რა თქმა უნდა იმოძრავებს, მაგრამ შეანელებს. ამიტომ კლიმატის ცვლილებამ აი ეს მომენტიც არასტაბილური გახადა, ესე იგი თუ აქამდე პილოტმა იცოდა, რომ აქ გავიდოდა და აუცილებლად მოყვებოდა მეგობრულ ნაკადში, დღეს ეს ნაკადი შეიძლება საერთოდ ვერც იპოვოს, იმიტომ რომ სადღაც ზემოთ იყოს აწეული. თან ამავე დროს ჩნდება ეგრეთ წოდებული clear air turbulence, ეს არის კარგი ამინდის турბულენცია, როდესაც არ არის საერთოდ ღრუბელს ვერ ხედავს პილოტი და ამ დროს უარყოფითი წნევა რაღაც მომენტში და ეგრეთ წოდებულ ორმოში, საჰაერო ორმოში ვარდება თვითმფრინავი. არასდროს არ შეგეშინდეთ турბულენციის ერთადერთი უნდა შეგეშინდეთ მაშინ თუ არ ახართ დაბმულები. რატომ? რატომ გთხოვენ პილოტები დაბმას? იმიტომ რომ აი საჰაერო ორმოები, რომელიც უარყოფითი წნევის მომენტში წარმოიქმნება, თვითმფრინავი უბრალოდ თითქოს ვარდება ამ ორმოში. კარგა მაგრა ქანობს, რომ ამის ნუ შეგეშინდებათ ხო და რატომ გეუბნებიან რომ დაებითო? იმიტომ რომ აი ამ ვარდნის დროს თქვენ ხვდებით უწონადობის მდგომარეობაში, თქვენ ინერციით რჩებით იმავე ადგილას, სადაც იყავით, როდესაც თვითმფრინავი ნორმალურად მოძრაობდა და ეს რას ნიშნავს? თვითმფრინავი წავიდა ქვემოთ, თქვენ დარჩით თქვენს ადგილზე, დაბმული არ ხართ, ესე იგი ეჯახებით ჭერს. სწორად ხო, ჭერი მოფრინავს თქვენსკენ, იმიტომ რომ თქვენ ადგილზე ხართ დარჩენილი. და ამ დროს შეიძლება რა თქმა უნდა ტრავმა მიიღოთ. სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. ნუ შეგეშინდებათ ეს ჯანჯღარი, ეს ყანყალი, ჩვეულებრივი სიტუაცია, საშტატო სიტუაცია არის პილოტებისთვისაც, თვითმფრინავებისთვისაც. დღესასწაულებმა ჩაიარეს, მაგრამ ზამთარი გრძელდება. მართალია დღემ მომატება დაიწყო, მაგრამ ნამდვილ გაზაფხულამდე ჯერ კიდევ ჭირვეული თებერვალი და მარტი გვაქვს გასავლელი. საჩუქარი წელიწადის ნებისმიერ დროს სიამოვნებს ადამიანს. განსაკუთრებით ისეთი, რომელშიც მაქსიმალურად იქნება სამშობლოს მადლიანი მიწისა და მზის სურნელი. იმაზე, რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს. მათ პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება წამოიწყეს, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულად კბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიკა, მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. დღეს უკვე შესაძლებელია ამ ნაკრების ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაგზავნა. ტარიფებს ეკრანზეც ხედავთ და ვიდეოს აღწერაშიც იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრების შემადგენლობა მყიდველის სურვილის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს. ხოლო თუ ამ პრომოკოდს გამოიყენებთ, თქვენ როგორც ჩემი არხის მაყურებლები დღეიდან 7%-ის ნაცვლად 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. 20% სახუმარო არ გახლავთ, ეს ფასის მეხუთედია. თუ ნაკრებს ამ პრომოკოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ ახლავე და აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. აქ მე რამდენიმე გრაფიკს მოვიყვან, რომ უბრალოდ თვალსაჩინო იყოს თქვენთვის, მე ახლა ხან ამოვწერე ეს მონაცემები,
ეს არის პოცდამის კლიმატის ინსტიტუტის მონაცემები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და აქ 4 საგანგაშო ფაქტია ჩვენთვის. ეს არის ტემპერატურა, აი ნახეთ 5-დან 9 გრადუსამდე მერყეობს, ეს არის სტაბილური ღრმა ყინვა. შემდეგ მეორე არის წნევის ვარდნა შავი ხაზი. აი ხედავთ რომ ეცემა წნევა ძალიან სწრაფად, ბარამდე ეს ნიშნავს რომ გვიახლოვდება ციკლონი და შტორმი, ეს არის გერმანიაზე საუბარი და კიდევ ქვედა გრაფა დააკვირდით ჩავწერტილებს მარჯვნივ 100 ოსთან. ო არის ოსტი, ანუ გერმანულად აღმოსავლეთი. აღმოსავლეთიდან უბერავს, ანუ ციმბირიდან მოაქვს ცივი ჰაერი, პლუს ის რომ არქტიკიდან ჩამოაქვს პარალელურად ციმბირიდანაც მოაქვს გერმანიისკენ ცივი ჰაერი. ეს მაშინ, როდესაც ნორმაში ატლანტიკიდან, ანუ დასავლეთიდან უნდა მოქონდეს თბილი ჰაერი, რომელიც ტრიალებს ატლანტის ოკეანის თავზე. ანუ ევროპის კარები ამ წუთას ატლანტიკისთვის დაკეტილია და ჩვენ ვართ ციმბირული ყინვის ტყვეობაში. აი ესეთი უცნაური რამ ხდება აქ. და რატომ ვახსენე მე სიმღერა? არასოდეს არ იქნება იანვარში გავგვითენდეს გაზაფხული. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ უკვე შესაძლოა გავგვითენდეს, ეს უკვე ფაქტია, რომ ძალიან ანომალიური სითბოებია საქართველოში და რით არის ეს ცუდი. ეს არის ეგრეთ წოდებული ცრუ გაზაფხული, როდესაც მცენარეებისთვის იგი ხდება სატყვარა. მოტყუებულ მცენარეებში იწყება სითხეების მოძრაობა. თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, მაგრამ ეს არის გვიან თებერვალზე საუბარი. და იქაც ყოველთვის არ დგება ხოლმე ხეში წყალი. აქ უკვე შესაძლოა იანვრის ბოლოსკენ ან თებერვლის დასაწყისში მოხდეს ამ სითხეების დაზრა, ეს გამოიწვევს გამოღვიძებას მცენარისას, მცენარის გამოღვიძება პირველი რა არის, რომ იგი ფოთოლზე ადრე მას გამოაქვს ყვავილის კვირტები. მაგრამ წინ არის მთელი თებერვალი, წინ არის მთელი მარტი, თავისი გიჟური ამინდებით, თუმცა ამ გიჟურმა ამინდებმა უკვე გადაიწია აპრილისკენ და ნებისმიერ მომენტში არის მოსალოდნელი მოყინვები. ანუ ყველაზე ცუდი რაც კი შეიძლება ხეხილს დაემართოს, ეს არის გამოღებულ ყვავილზე ან კვირტზე მოყინვა. ჩათვალეთ რომ მოსავალი დაკარგეთ. ასევე იწყება პარაზიტების ზეიმი, რაც უფრო თბილი არის ზამთარი, მით უფრო მეტი შანსი აქვს სხვადასხვა მავნებელ მწერებს, ჭიებს, რომ გადარჩნენ. ზამთარი ერთგვარი ფილტრია, რომელიც აი თვეების განმავლობაში სპობს, ძალიან დიდი რაოდენობით სპობს მავნე მწერებს, მაგრამ თუ სითბო იქნა, ეხა 20 გრადუსზე ისედაც გამოდიან მწერები, 20-ზე კი არა, 10-ზე და 11-ზე ჩვენივრად გზნობენ თავს. და აქედან გამომდინარე, ის რომ მოსავალი შეიძლება აი ესე განადგურდეს უეცარი ყინვებით, პარალელურად გადარჩენილ მოსავალს შეესევა უკვე გადარჩენილი პარაზიტები. მე როგორც პალეონტოლოგი, რა თქმა უნდა, ვიცნობ დედამიწის ისტორიას და მის ისტორიაში ძალიან ხშირად ყოფილა მაღალი ტემპერატურების პერიოდი, ყოფილა გამყინვარებების პერიოდი, იყო პერიოდი, როდესაც საერთოდ დედამიწა ერთი მთლიანი ყინულის გროვა იყო, მაგრამ სიცოცხლე გადარჩა, სიცოცხლე ყველა ვარიანტში გადარჩება. სიცოცხლე არის ძალიან მოქნილი, ძალიან ელასტიური, ძალიან კარგად შემგუებელი ყველანაირ ცვლილებასთან, მაგრამ ცვლილებასთან, რომელიც ნელ-ნელა ხორციელდება. ისეთი სწრაფი ცვლილება, როგორც ჩვენ დღეს გვაქვს დედამიწაზე და რით არის ეს გამოწვეული? მე ისევ ამბობ, რომ მე არ ვარ ერთ მხრივად მომხრე იმისა, რომ მხოლოდ ადამიანი ამის გამოწვევი, მაგრამ ჩვენ რო ხელს უწყობთ ეს ფაქტია, აი ესეთი სწრაფი ცვლილება შეიძლება ძალიან ბევრი სახეობისთვის იყოს დამღუპელი. და პირველ რიგში ისეთი სახეობებისთვის და ისეთი ჯიშებისთვის, მცენარეების, რომლებსაც ჩვენ საკვებად ვიყენებთ. ის უამრავი ჯიში, რომელიც ჩვენ გამოვიყვანეთ ჩვენი კლიმატური პირობების შესაბამისად. ხო, ეხლა ვაშლი იზრდება, ციმბირშიც იზრდება ვაშლი, მაგრამ იზრდება, თქვათ, სამხრეთ იტალიაშიც და სამხრეთ საფრანგეთში და ესპანეთში და საქართველოში თავისთავად. ჩვენთანაც აი მარტო ჩვენთან რო აიღოთ ჩვენთან მთის ვაშლი მაგალითად თლიანად განსხვავდება იმ ვაშლისგან, რომელიც თქვათ გორში იზრდება. რატომ? იმიტომ რომ ისინი გამოყვანილი ჯიშებია, რომლებიც სპეციალურად არის მისადაგებული იმ კლიმატურ პირობებთან, მათ უნდა გაუძლონ ძლიერ ყინვას, ან პირიქით შეუძლიათ არ გაუძლონ ძლიერ ყინვას,
აყვავდნენ უფრო ადრე, ან უფრო გვიან, მოგცენ ნაყოფი უფრო ადრე, ან უფრო გვიან, მოასწროს ნაყოფმა დამწიფება და შაქრის აღება. ამიტომ აი ესეთი ჩვენს მიერ გამოყვანილი ჯიშები ჩვენ თავიდან მოგვიწევს გამოვიყვანოთ. რომ შევაგულოთ უკვე იმ პირობებს, როდესაც მაგალითად თუ ჩვენ 20 გრადუსები გაგვიგრძელდა დღეების განმავლობაში და გაიღვიძეს ვაშლმა, მსხალმა, ატამმა და დაიწყეს გამოტანა ყვავილების, რომ ისინი გადაურჩნენ უეცარ მოყინოს, რომელიც აუცილებლად იქნება. ამ პლუს 20 გრადუსებს აუცილებლად მოყვება სიცივეები. ამის გარანტიას მე გავძლევთ ისევე როგორც ჰამბურგელებს ვაძლევ გარანტიას, რომ დღეს რომ სითბოა პლუს 2-3 გრადუსი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე იქნება. ერთ კვირაში, როდესაც საქართველოში დათბება, ჩვენთან კვლავ გაყინავს, იმიტომ რომ ჩვენ მოვყვებით კვლავ აი ამ ტალღაში. ეს ტალღები ხშირად ხომ დამავიწყდა მე თქვა, აკეთებენ მარყუჟებს. მარყუჟი რას ნიშნავს? აი წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ტალღამ გააკეთა ესეთი მოძრაობა და რაღაც მომენტში იგი მოწყდა აი ამ დედა ტალღას. იგი იწყებს ცალკე ტრიალს. მას ხომ თავისი ინერცია აქვს. და აი ეს ტრიალი ზოგჯერ ერთ ადგილას ხდება და სწორედ ამ მსგავსი რამ მოხდა რამდენიმე დღის წინ ჰამბურგში, როდესაც დაიწყო თოვა, დაიწყო ყინვები და აღარ დამთავრდა. ესე იგი არ იცვლებოდა, იყო სტაბილურად ცუდი ამინდი, ანუ იყო ქარი, თოვლი და ყინვა. აი ესე ტრიალებ და ეს ადგილი სანამ ნელ-ნელა თვითონ არ გაიწოვა. და ასეთი მარყუჟები შეიძლება წარმოიქმნას ზემოთ განედებში, სადაც სიცივეს დააგროვებს და შეიძლება წარმოიქმნას ქვედა განედებში, მაგალითად საქართველოში, სადაც იგი იტრიალებს რამდენიმე დღის განმავლობაში და დატოვებს მაღალ ტემპერატურებს. თუ რითი არის აშიში ერთიც და მეორეც, მე უკვე გითხარით. და აი ვისაც გონია რომ ზამთარია და უნდა ციოდეს აუცილებლად. შეხედეთ აი ამ გრაფიკს, ეს არის ტემპერატურული ანომალიების გრაფიკი. წითელი სვეტები. მთელი 2024-2025 წელი იყო ნორმაზე გაცილებით ცხელი. და ლურჯი სვეტები. უცებ 2026 წლის დასაწყისში მკვეთრი ვარდნაა. აი ეს არის სწორედ კლიმატური კარდიოგრამა, რომელიც გამოსახავს ჩავარდნებს. ანუ გული შიგადაში ძალიან სწრაფად მოძრაობს, შიგადაში ჩერდება, ხოლო შიგადაში ძალიან დორეთ. ანუ ეს არ არის ნორმალური. ნორმალურად გული უნდა მუშაობდეს ერთი რიტმით. და ეს არიტმია იწვევს სწორედ იმ კატაკლიზმებს, რომლის მოწმეებით ჩვენ ძალიან მალე გავხდებით. რის მოწმე გავხდებით? იმისა, რომ გარდა ასეთი ტემპერატურული ნახტომებისა, ეს ყველაფერი გამოიწვევს ძლიერ ქარებს, იქნება ძლიერი წვიმები. ძლიერ წვიმებს შეცვლის გვალვა. გვალვებს შეცვლის ძლიერი წვიმები და ეს რითია ცუდი, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ თქვენ როგორ წავთ ხოლმე ხეხილს. კერხერით ხო არ წავთ, არა, უძლიერესი მწნევით. აი კერხერით თუ მორწყავთ თქვენ იმ ნიადაგის ფენას, რომელიც წარმოქმნასაც 10 წლეულები ჭირდება, უბრალოდ გადარეცხავთ ნახევარწუთში. ანალოგიური რამ ხდება დაახლოებით, როდესაც გვალვებია და შემდეგ ძალიან ძლიერი წვიმა მოდის. აი ჟოჟონა წვიმა, გაზაფხული ჟოჟონა წვიმა არის საოცრება, ლამაზიც არის და ბუნებისთვის არის იდეალური. იმიტომ რომ აი ეს ნელა მომდინარე წვიმა კარგად შხინთავს ნიადაგს ტენით. ისევე როგორც თოვლი. თოვლი რომელიც ნელ-ნელა დნება, იგი თანდათან შხინთავს ნიადაგს და ეს ტენი შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება ნიადაგში. ხოლო ძლიერი წვიმა ვერ ასრებს ჩასვლას სიღრმეში, ნიადაგის სიღრმეში, იგი უბრალოდ რეცხავს ნიადაგს და ნაყოფიერი ნიადაგის ფენა მიდის სადღაც, რა ვიცი, ნიავარს მიაქვს. ეს ცალკე. მთიან რეგიონებში, რა თქმა უნდა, და მე კვლავ ვიმეორებ, არ გაშინებთ, მაგრამ ასე იქნება, ჩვენ გველის კვლავ ხვარცოფები, კვლავ გველის მდინარეების ათიდება, ხიდების დანგრევა, გზების წაღება, რაღაც სოფლების მოსახლეობის მოწყვეტა ცივილიზაციისგან. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვების შემდეგ სხვა ვიდეოებში შეგახსენებთ, როდესაც მე მექნება ამ მოვლენებზე საუბარი, ეს ასე იქნება. ადრეც იყო, მაგრამ ასეთი სიმძლავრის, ასეთი სიხშირის არა. და რაც უფრო და უფრო შევალთ აი ამ კლიმატურ არიტმიაში, მით უფრო ანომალიური იქნება ეს გამოვლინებები, მით უფრო ძლიერი იქნება წვიმები, რომლებიც გამოიწვევენ ძლიერ ღვარცოფებს, გამოიწვევენ წყალდიდობებს. ამიტომ ამ ყველაფერისთვის მზად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ
ჩვენ უკვე დავარღვიეთ პლანეტის თერმოსტატი. იგი უკვე ვეღარ მუშაობს ნორმალურად. ევროპა გაიყინება თუ გოლფსტრიმმაც შეაჩერა თავისი მოქმედება, აქ უკვე კატასტროფალის ევროპას, სამაგიეროდ კავკასიაში ანომალიური სიცხეები დაიწყება, რომელიც წამოვა ქვემოდან, ანუ ქვედა განედებიდან. და იქნება კონტრასტების ომი ფაქტიურად, ანუ არ იქნება ნორმალური ტემპერატურა, ეს რა თქმა უნდა ხვალდაზე არ მოხდება, მაგრამ აქეთკენ მიდის ყველაფერი. და გადარჩება ის, ვინც ისწავლის ამ ახალ რეალობასთან, ამ ქაოტურ რეალობასთან ადაპტაციას. ნუ ენდობით კალენდარი დღეს უკვე ნაკლებად სანდოა, ის რომ აი 1 მარტია, ან 1 აპრილია და აცი ხო უნდა დაიწყოს, არ გეამინდები, ხო უნდა გამოვიდეს. ვერავინ ვერ გეტყვით და ვერავინ ვერ გეტყვით იმასაც, რომ აი მაგალითად წახვალთ თქვენ ივნისში ზღვაზე და იქ დაგვხვდებათ კარგი მშვიდი წყნარი ამინდი და არ იქნება გადაბმული წვიმები, ან არ იქნება ძლიერი ქარიშხლები, არ იქნება შტორმები. ამის გარანტიას თქვენ უკვე ვერავინ ვერ მოგცემთ. თუმცა ამის გარანტია სადღაც 30-40 წლის წინ არსებობდა. ზამთარში ბაკურიანში თოვლი მოდიოდა 100%-იანი და არავინ უყურებდა იქ მოამბეში რას გამოაცხადებდნენ, ბაკურია ეს ნორმა იყო ბაკურიანისთვის. სოხუმში ყოველთვის იყო კარგი ამინდი და საბანაო ამინდი, ბათუმში წვიმები ყოველთვის იყო და ამიტომ არც ისე ხშირად დავდიოდით იქ დასასვენებლად, საკეიფოდ და ისეთ დროს გასატარებლად რა თქმა უნდა კი და ეს ყველაფერი ვიცოდით. დღეს ეს არაფერი აღარ არის სანდო, ისე ვიმეორებ, ნუ დაეყნობით კალენდარს, უყურეთ ყოველთვის ამინდის პროგნოზს. ამინდის პროგნოზი მართალია ზოგჯერ ურევს ხოლმე და არასორს გვეუბნება, მაგრამ იცოდეთ რომ ალბათ ყველაზე დიდი მოცულობის მონაცემებს ამუშავებენ სუპერკომპიუტერები სწორედ ამინდის პროგნოზის დასადგენად, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი რაღაცისთვის არის საჭირო. ქოლგა წავიღოთ თუ არა, ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა. ამინზე არის დამოკიდებული და კლიმატზე და მის ცვლილებაზე, აი თუნდაც დღეების და საათების განმავლობაში ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ომიც კი მოგეხსენებათ, რომ ძლიერი წვიმებია ნიადაგში, მაგრამ ნიადაგი დარბილებულია და იქ მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეუძლებელია. ძალიან ბევრი რამ არის კლიმატზე დამოკიდებული, ძალიან ბევრი რამ არის ამინზე დამოკიდებული. ის თუ რას შევჭამთ ხვალ, გვექნება თუ არა ნორმალური მოსავალი ხეხილის თუ ვთქვათ იგივე მარცვლეულის. რა ახალი დაავადებები გაჩნდება იმის გამო, რომ ზამთარი არ იყო ისეთი, როგორც უნდა ყოფილიყო. ასე რომ მეგობრებო, წინ ძალიან საინტერესო წლები გველის, დავაკვირდეთ, როგორი იქნება წლევანდელი გაზაფხული. მე შიგადაშიგ, რა თქმა უნდა, თუ კი რაღაცა ისეთი სერიოზული ანომალიური მოვლენა მოხდა, აუცილებლად გავაშუქებ და გავაშუქებ სპეციალისტებთან ერთად, მაგრამ ის რასაც მე მარტო მოვერევი, იმის შესახებ მოგიყვებით ხოლმე. აი როგორი საინტერესოა, მაგალითად, ჰამბურგში ხვალ არის წვიმა +2 გრადუსი, 1 გრადუსი 1, 2, 2, 2 და პარასკევს, შაბათს და კვირას მომავალ პარასკევს, შაბათს და კვირას ძალიან სწრაფად ეცემა ტემპერატურა -4-მდე. ახლა გადავიდეთ, თქვათ, ქუთაისზე. ქუთაისში არის 18, 17, 10, 8, 18, 11 და აი ხედავთ თქვენ მომავალი პარასკევი, შაბათი არის ანომალიურად მაღალი ტემპერატურა 19-20 გრადუსი. და ნუ სასურველი იქნებოდა რომ ტემპერატურა 8-10 გრადუსზე ზემოთ არ ასულიყო, ეს იმიტომ კი არ ვამბობ რომ შურს, უბრალოდ მართლაც სცენარები მართლა მოტყუდებიან. თბილისს რაც შეეხება, თბილისის დაახლოებით იგივე მდგომარეობა, ლიხის ქედი რა თქმა უნდა ხელს უშლის რომ ზღვიდან წამოსული თბილი ნაკადები ჰაერის არ მივიდეს თბილისამდე, ამიტომ თუ ქუთაისში 20 გრადუსია, თბილისში 15-ია, მაგრამ 15-იც ძალიან მაღალია. მე აღარ ვსაუბრობ უკვე ბათუმზე, სადაც ასევე საკმაოდ მაღალი ტემპერატურებია მომავალი კვირის შუა რიცხვებში, თუმცა ხვალას და ზეგაც. ასე რომ ამასთან ყველაფერთან ჩვენ შეგუება მოგვიწევს. მე კი მინდა გისურვოთ ნორმალურ ტემპერატურიანი ყველა სეზონი, ისეთი როგორც ჩვენ მიჩვეული ვიყავით, როგორცაც იყო მიჩვეული ბუნება. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს, ძალიან საინტერესო ახალი თემით, რომელსაც მე ახლა ვამუშავებ, ამიტომ
ვინცაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ. დასვით მოწონების ნიშანი, დაწერეთ კომენტარები, თქვით რა ტემპერატურაა თქვენთან, როგორ იქცევა ამინდი და გქონიათ თუ არა შემთხვევა რომ თქვათ აი ესეთი სრულ გაზაფხულს თქვენთვის მოსავალი გაეფუჭებინოს. მე კი ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ახვამდის.